დიდმა ბრიტანეთმა ორ წამყვან ქართულმა უწყებას სანქციები დაუწესა, რაც თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. ეს ფაქტი ერთი მხრივ ტრაგიკულია, ხოლო მეორე მხრივ კომიკურიც, გამომდინარე ოფიციალური მიზეზიდან, რომელიც სანქციის დაწესების საბაბად იქნა გამოყენებული. ეხდნობოდეს ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ესე უპირველეს ყოვლისა მისი ელჩის მიერ მომზადებული საკითხები და ვფიქრობ, რომ დასტურდება, რომ ელჩია ვინც შეკერა თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე. კიდევ ერთხელ გუშინ ის დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთადერთი მიზნით, რომ წარედგინა თუ რა მტკიცებულებებს ეფუძნება ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება და ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი. ეს არის BBC-ის პროპაგანდის გაგრძელება, რომელიც ასევე აიტყობა როგორც ჩანს ისე ბრიტანეთის ოფიციალური წრეებიდან იყო ნაკანახები. ამის გაგრძელება მივეჩვიეთ ჩვენ ამას არასაკმარისთან დამოკიდებულებას, მაგრამ ძალიან ცუდია. რას ვიზავთ? ჩვენ არ დაგვიწყია ეს. საერთოდ უნდა იცოდე, რომ როცა შენ ქვეყანას ემსახურები, ამისთვის პრობლემები შეიძლება შეხვდეს და ამისთვის მზად უნდა იყო. ხო და ამ ხალხმა თავს უშველა, რუხაძემ და თურმე ვიქტორ ჯაფარიძესაც თვის გადაუფორმებია წილი რამდენიმე დღის ადრე და იცოდნენ სანქციების შესახებ და რაღაცნაირად გაიქცნენ ამ ალბათ არა, ახლა არ ამგონია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება თქვენს მიერ ჩამოთვლილ პირებს თავის მოქმედებებს უთანხმებდეს. გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. ქართული უცნების მედია წოდებულები ოკუპირებულ საქართველოში დაასანქცირეს ოკუპანტის ინტერესების გატარების გამო, ანუ ისინი იყვნენ და არიან ოკუპანტის ხმა ამ ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტია ეს სანქციები გამოცხადების მომენტიდან და წამიდან მუშაობს, ამას ადასტურებს იგივე სამარცხვინო მოქმედება რუსულ დანაშაულებრივ სერვერზე გადასვლა. ამ კომპანიის გამოცვლა საბოლოოდ დაჭირდათ იმის გამო, რომ სანქციების გამო კომპანია, რომელიც ემსახურებოდა აქამდე აღარ ემსახურებოდა და ეს კომპანია, რომელზეც გადავიდნენ, DDoS-ი საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის არის. ინტერნეტში რომ შეხვიდეთ და რომ მოიძიოთ ინფორმაცია, ისინი ემსახურებიან ძალიან ბევრ სხვადასხვა საეჭვო ფირმას და კომპანიას, რომელიც ინტერნეტს თაღლითობასთან არის დაკავშირებული და თვითონ კომპანიაც დაფუძნდა რუსი მოქალაქეების მიერ 2014 წელს სევასტოპოლში, ანუ ოკუპირებულ სევასტოპოლში, რაც ასევე საეჭვოა. იმედის ტელევიზიას თუ დაჭირდა ესეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, ეს უბრალოდ მიუთითებს იმაზე, რომ არც ერთი სხვა რეპუტაციის მქონე კომპანია, ინფრასტრუქტურული კომპანია ინტერნეტის, მათ მომსახურებას არ უწევს. რომელიც ითვლებოდა დემოკრატიის შუქრად, უკვე საკუთარი პოზიციისთვის ასანქცირებს ტელევიზიას. ისევე როგორც იჭერენ ვიღაცებს Facebook პოსტებისთვის და ეს უბრალოდ გასულია ყოველგვარ ზღვარს. რაღაც მე მგონი არ შეესაბამება იმას, რასაც გვიმტკიცებდნენ მთელი გასული საუკუნე. აღსრულებას რაც შეეხება ბანკების აღსრულებას რაც შეეხება რამენაირად პოსტების და იმედის ტექნიკურად უზრუნველყოფს თავის ფინანსურ გრადობას ამაზე არის. რამენაირად როგორ აქ სერიოზულად კანონის მიერ. სრულიად ობიექტურ ხედვას გეტყვით რა როგორც ვფიქრობ. ამ ორი ბანკის ხელმძღვანელობაზე ჩემი აზრით იქნება უზარმაზარი წნეხი. ეს განცხადება ერთი მხარეა და ცალკე წნეხი ჩემი აზრით მეორე მხარე. სრულიად ძალიან უჭირს ახლა დე ფაქტო ხელისუფლებას ძალიან ძლიერი დარტყმა ეს მათთვის და მე ვფიქრობ, რომ არნახული წნეხი იქნება. ბევრად მეტი, ვიდრე ვთქვათ ოთარ რომანოვ ფარცხალაძის და ასეთი სიტუაციების დროს. წლების განმავლობაში ეგრეთ წოდებული NGO-ები საკუთარ თავს უწოდებდნენ უფლებადამცველებს. ხო, ეს ერთ-ერთი მათი საყვარელი სიტყვა იყო, თვითშეფასება იყო. ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ NGO-ები არავითარი უფლებადამცველები არ არიან. და კონკრეტულად თქვენ ხედავთ ძალიან უხეშ ხელყოფას, ერთ-ერთი თავარი ძირითადი უფლების, ეს არის მედიის თავისუფლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალება და ძირითადი უფლება, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციით დაცული, რომელიც არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული, სხვა საერთაშორისო აქტებით დაცული, უხეშად თვალსა და ხელშუა არის ხელყოფილი ეს ძირითადი უფლება ძალიან უხეში ფორმით, პირდაპირ უხეში ფორმით, თუმცა ეს ეგრეთ წოდებული უფლებადამცველები, სინამდვილეში NGO-ები, საერთოდ არ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ამასთან დაკავშირებით. და რა მოხდა სინამდვილეში? მოხდა ის, რომ უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას. აი ეს მოხდა, ეს ხო ფაქტია, რომ უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას და ხმაურთ გაკრინტული. სწორედ ეს არის ყველაზე კარგი ილუსტრაცია, რომ ეს NGO-ები არიან უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი საქართველოში, ხმას არ იღებენ, იმიტომ რომ ფულს იღებენ მათგან, ვინც დღეს თავს ესხმის ქართულ მედიას.